წილი გაგაცანით იმ მოსაზრებების, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ბუნებრივია მიმდინარეობს დისკუსიაც. ჩვენ სტუდიაში გადმოვინაცვლებთ ბადრი შუბლაძე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ბენო ქაშაკაშვილი გაუწევს მას ოპონირებას ქართული ოცნებიდან. საინტერესოა ქართული ოცნების წარმომადგენლის მოსაზრებებით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, პროცესთან, რომელიც მიმდინარეობს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში. საომშვიდობისა ბატონო, მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ბუნებრივია აუცილებლად ნაციონალური მოძრაობის ოფისს შემოვიერთებთ, თუ კი იქ რაიმე ტიპის გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ჩვენი გადაცემის ფარგლებში დასრულდება პარტიის პოლიტსაბჭო. ბატონო ბადრი, რა აზრი გაქვთ პარტიაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით? ახლა საომშვიდობისა მივესალმები ტელემაყურებელს, მივესალმები თქვენ სტუმარს. ახლა მე პოლიტსაბჭოს მაგივრად მე არ ვისაუბრებ, პოლიტსაბჭო თვითონ წყვეტს იმ ღებულობს იმ გადაწყვეტილებებს, რაც უნდა მიიღოს. მე არ ვარ სამწუხაროდ ჯერ პოლიტსაბჭოს წევრი, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შევიდნენ პარლამენტში და შედიან პარლამენტში. ეს ცნობილია და მიიღეს გადაწყვეტილება კიდევაც, რომ გააგრძელონ ესა მიიღოთ მონაწილეობა მეორე. ეს გადაწყვეტილება ცნობილია, უკვე მიღებულია და წინ გადაწავიდა ერთი ნაბიჯით პარტია. ახლა მეორე კრიზისთან გვაქვს, ასე რომ დავარქვათ, ახალ კრიზისთან საქმე. უკავშირდება გიგოლავა წელს. ძალიან დიდი კრიზისი არ არის ეს შედაპარტიული სამზარეულოა, რომელიც დარწმუნებული ვარ გადაწყდება ისე როგორც ნაციონალური მოძრაობისთვის იქნება ხელსაყრელი ორივე მხრისთვის, როგორც ერთი ისე მეორე, როგორც ამბობენ დაპირისპირება არის, ეს შედაპარტიულია, ეს ყველგან ხდება, ყველა პარტიაში, ესე იყო ქართულ ოცნებაში და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და კარგად დამთავრდება ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩება ნამდვილად ძლიერ პოლიტიკურ ოპოზიციაში და არ გადადგამს ნაბიჯს იქითკენ, რომ რაღაცა მოხდეს ცოტა გაუთვალისწინებელი რა. თქვენ ძალიან არჩევთ ახლა სიტყვებს, საუბარი იმაზე, რომ შემთხვევით პარტია არ დაიშალოს და არა, პარტია არ დაიშლება, ეს გამორიცხულია. მე არ მინდა რომ პარტიაში მოხდეს ისეთი კატაკლიზმები, როგორც ზოგიერთ პარტიაში მოხდეს და დატოვეს ერთბაშად რესპუბლიკელებმა, თავისუფალმა დემოკრატებმა, დაიშალა ქართული ოცნების კოალიცია და ეს არ მინდა, იმიტომ რომ მე ყველასთან მაქვს ურთიერთობა და ყველას დიდ პატივსავცემ და ნუ ახლა მიშას განსაკუთრებით პატივსავცემ, იმიტომ რომ ეს ჩვენი პარტიის ლიდერია და უპირობო ლიდერია მე ასე ვთვლი. დღეს პოლიტსაბჭოში უბრალოდ ჩემი ის არ არის ნამდვილად გასაზრდელი, მაგრამ თქვენ რას დაუჭერდით მხარს? არა, ეხლა მე რო პოლიტსაბჭოში ვიყო ეს პრაქტიკულად უნდა შეიცვალოს თუ არა თავმჯდომარე. ნახეთ რას წერს გიგი უგულავა თავის წერილში, რომელმაც გამოიწვია ეს ახალი დისკუსია. ნახეთ რას წერს დაახლოებით თქვენი ტიპის მხარდამჭერებს მიმართავს სავარაუდოდ უგულავა. ის ამბობს, რომ ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ პირობოთ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს სამწუხაროდ შეუძლებელია, წერს ის. სამწუხაროდ შეუძლებელი არის იმ ხრივ, რომ მას არ აქვს საშუალება, რომ ჩამოვიდეს თუნდაც ვთქვათ ყოველდღე თუ არა წელიწადში ერთხელ ან წელიწადში ორჯერ და იცით რა არის ახლა როდესაც სკაიპი და ტელევიზიით გამოდიხარ და საუბრობ ეს არ არის ის ადამიანზე ისეთ ემოციურ განცდებს ვერ წარმოქმნის როგორც როდესაც უშუალოდ პირისპირ გესაუბრება მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ის გათვალისწინებით სწორედ დაწერა უგულავა მეწერილი და მომხდით მისი არგუმენტები იზიარებთ მის არგუმენტებს უფრო სწორად. სადღაც გასაზიარებელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავმჯდომარედ ისევ მიშა უნდა დარჩეს. მე მაინც მგონია და მისი უშუალო დავალებით ვინმე უნდა იყოს, ვინც მიშას დაავალებს, რომ უნდა იყოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ის უნდა იყოს. ალბათ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ნომერი პირველი ლიდერი ნაციონალურ მოძრაობაში. შესაბამისად თქვენ ეთანხმებით აზრს, რომ ხმები, რომელიც მოიპოვა ნაციონალურმა მოძრაობამ, ძირითადად სააკაშვილის ძირითადად არა.
99.99% ეს არის მიშას ხმები. თან ეს ის ხმებია, ის 500,000 ხმები, რომელიც ქართულმა ოცნებამ აი მაქსიმალურად წაართვა და ეს ხმები მაინც დარჩა ეს 27% და რაღაც. უფრო მეტი იყო, უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაგრად იმუშავეს, ძალიან კარგად იმუშავა ბჭყალებში ქართულმა ოცნებამ იმისათვის, რომ გაეყალბებინა არჩევნები და ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ამას ამბობს ყველა ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომ ეს არჩევნები რაღაც კოლოსალურად გაყალბდა. ბატონ ბენო, თქვენ ახლა დისტანციიდან ნადევნეთ ბუნებრივი ამ პროცესს თვალს, ქართული ოცნება არ უნდა იყოს ეს თუკმაყოფილო იმ პროცესით, რაც მიდის და მისი მხარდამჭერებით, რაც მიდის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში. ასე გაფორმდა ყოველ შემთხვევაში ამ არჩევნებით, რომ ეს არის მთავარი ოპოზიციური პარტია. როგორ ფიქრობთ, ეს არის სააკაშვილისგან დისტანცირების პროცესი, მისი უფრო სწორად და უფრო ზუსტად პარტიიდან ჩამოშორების პროცესი, რომელსაც პოლიტსაბჭო აწარმოებს? მივესალმები ტელემაყურებლებს, მადლობა მოწვევისათვის. ძალიან კარგად დაიწყო, გულწრფელი იყო ყოველ შემთხვევაში ბატონი ბადრი, მე ასე ვიგრძენი, მე ვერანაირად უბრალოდ არანაირად არ ჩავერევი, რადგან სხვადასხვა დისკუსია არ მინდა მოყვეს ჩემს რამე სუბიექტურ გამონათქვამს, მაგრამ ერთ რამეში არ დაგეთანხმებით უბრალოდ რომ თქვენ რომ თქვით რომ გაყალბდა არჩევნები მომხდა რა უბრალოდ რა ეს ეხა მაინც დავანებოთ მაგ გაყალბებებს და იმას თავი მე გავაგრძელებ ჩემს გამონათქვამს თუ შეიძლება და ესეთ რამეს ვიტყვი რომ თურჩევის სახით მკითხავენ რა თქმა უნდა გიპასუხებ თუ არა და პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებია გადახალისება ჭირდება ბიზნესაც, ეკონომიკასაც, მთავრობასაც, პარტიასაც, რაც სხვათა შორის ქართულმა ოცნება ხშირად ესეც ხდებოდა რაღაც საგანი დისკუსიის რატომ მოხდა ეს ცვალებადობა მთავრობის, იმიტომ მოხდა რომ ასწრებენ მოვლენებს, უფრო ბრძენი ლიდერები პოლიტიკური, ასწრებენ მოვლენებს, რათა უფრო სწრაფად წაწიონ წინ ის პრობლემური საკითხების მოგვარება და გადაჭრა და ეს ნორმალურია. თუ ქართული ოცნებამ ესე ჩათვალა საჭიროდ, ნაციონალური მოძრაობა მიხვდა რომ ძალიან დაგვიანა, მე დამეშვი თუ შეიძლება, მე უბრალოდ ვიტყოდი რომ რა გამონათქვამებიც იყო რა, იქიდან გავუსვამდი ხას რომ მიშას ხმები იყო ის 27% ვერ დაგეთანხმებით, შეიძლებოდა ესე გვეთქვა რომ თუ მიშას ხმები იყო, ზუგდიდშიდაც იქნებოდა მიშას ხმები და წარმატებული იქნებოდა. ბოდიში წარმატებული იქნებოდა ზუგდიდის არჩევნები და მარნეულის არჩევნები. ნუ ნახეთ რომ ეს არ ყოფილა მიშას ხმები, მაგრამ რა ხმებიც იყო ასე თუ ისე. კი ბატონო პატივს ემიქმნებს, მე მინდა ხაზი გაუსვა რომ სხვათა შორის გიგისგან გამეკვირდა ნამდვილად ესე აი პიროვნულად ვიცნობ და ძალიან კარგად დაიწყო და აი მინდოდა რომ გამოსულა და მასაც ჩამოეშალა ეს თავისი მართლობის პერიოდი ზუსტად მიშას დროს, იმიტომ რომ თბილისის მერს თვითონ მიშა ავალებდა ისეთ საკითხებს, ეს გიგი მშვენივრად იცით, მე პირადად მშვენივრად იცით, ხან ქიმიით, ხან მეტალურგით იყო თბილისის მერი დაკავებული და ამიტომ შეიძლება მას არ გამოვიდა ეს რეფორმები დროულად და ეხლა დაგვიანებულზე მე მგონი სწორი კომენტარი გააკეთა. ფიქრობთ რომ ეს გადახალისება შორიდან მაყურებლის თვალსაზრისით, რომელიც არ ხართ გულშემატკივარი ამ პარტიის მაინც მიიჩნევთ რა თქმა უნდა ეს რომ ეკითხათ ჩემთვის არჩევნებამდე რა თქმა უნდა ესე რომ ვთქვათ ესე გულწრფელი არ ვიქნებოდი და ვეტყოდი რომ კი მიშა მაგარია და გააგრძელეთ ესე და ესე გააგრძელეს კიდევაც რაც შეეხება ჩიორან ვთქვა რომ მიშა განდევნილი იყო რა მიშა განდევნილი იყო ოდესის გუბერნატორად და დღესაც აგრძელებს ესეთ გადასახლებაში წელებზე ფეხს იდგავს და მე არაფერი განდევნილი კი არ იყო წავიდა უკრაინის მოქალაქე გახდა, სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა და მე გადარჩენილიყო ეგეც ახლა მატროსოვზე იქნებოდა. თუ გლდანის ციხეშია. ნუ არ უნდა გააკეთო ისეთი რამე რომ მოხდე მატროსოვის ციხეში. აი აქვს უკაცრავად აქ გამიჩნდა კითხვა და მე მოგცემ საშუალებას რომ კითხოთ რაც გნებავთ აქვს თუ არა გიგი უგულავას ის უპირატესობა რომ ის ციხეშია ახლა. მას შეუძლია თუ არა ამის თქმა სააკაშვილისთვის რომელიც წასულია და დისკომფორტს რომელსაც უგულავა განიცდის ამ მომენტში სამართლიანად თუ სამართლოდ ამას თავისი ჩარჩოები აქვს ამის განსჯას აქვს თუ არა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში რომ მოვიდა სწორად გათვალა ერთი რამ
ვინ უნდა ჩამოეშორებინა ნაციონალური მოძრაობისათვის. ეს იყო უპირველესად გიგი უგულავა და ჩამოაშორა და ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც წავიდა. აი ამ მოქმედებით უკვე ნაციონალურ მოძრაობაში გახდა უკვე მრავალლიდეროვანი და არ შეიძლება ეს რატომ მერაბიშვილს რატო ვაყენებ შეურაცხყოფას? მერაბიშვილი არა მე მერაბიშვილს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მერაბიშვილს არ ვაყენებ შეურაცხყოფას. მერაბიშვილი სხვა რამის გამო დააკავეს. მე ვამბობ ამ შემთხვევაში ეხლა რო გიგი გარეთ ყოფილიყო, ჯერ იმიტომ რომ ვანო დააკავეს ჯერ, გიგი გარეთ რომ ყოფილიყო, გიგი ჩაუდგებოდა ჩვენ ჩამოვაშორეთ? ჯაფარიძე თვითონ წავიდა. ეხლა თქვენ მე არ მაძლევთ საშუალებას რომ იმასაც აი თქვენ რაღაცა კითხვა გქონდათ ბატონ დენდოს. გქონდა აი ესეთი ძალიან ნიშანდობლივად მომესმა ბრძნული გადაწყვეტილებები და ვინღებულობს ბატონო ბენო თქვენს გუნდში ბრძნულ გადაწყვეტილებებს. აი ეს მაინტერესებს. მთავრობის ბრძნული თქვენ ასე ბრძანეთ მთავრობის ბრძნული გადაწყვეტილებით, რომელიც უსწრებს მოვლენებს. რომელი ბრძნული გადაწყვეტილება იყო და რა იყო ის ბრძნული გადაწყვეტილება, რომელმაც მოვლენებს გაუსწროთ და რაიმეს ხეირი სარგებელი ნახა ქვეყანა. და მე თქვენ რო პასუხს გამცემთ, მე ჩემსავე კითხვაზე მე გაგცემთ პასუხს. ბრძანეთ. კი ბატონო, ბრძნული გადაწყვეტილებები იყო მის რომ პრაქტიკულად ყველაზე მძიმე სიღარიბის ზღვარზე ყოფი მოსახლეობა, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, გამიგეთ, სადაზღვეო პროგრამა ამოქმედა. ეხლა არა თუმ დამაცდით კი ბატონო დაგასწრით, მაგრამ თქვენ ეხლა ეწევეთ ისეთ დემაგოგიას, რომელიც აბსოლუტურად არ უდგება იმ კითხვას, რაც მე გითხარი და სიღარიბეზე ნუ ვისაუბრებთ, სირცხვილია გუშინ ეგერ ტელევიზიით აჩვენეს ბებო 90 წლის ბებო მარტოხელა, რომელიც 3 დღე მშიერი იყო და სოციალური დახმარება მოუხსნეს. მაგაზე ნუ ვისაუბრებთ. ეხლა ზუსტად მოვდივარ კარფურიდან და უკვე გუშინ რო ფასები იყო, დღეს უკვე სხვა ფასებია. ისეთივე იმას. კეთილდღეობაზე ნუ ვისაუბრებთ, სირცხვილია. ერთადერთი რაც ქართულმა ოცნებამ 4 წლის განმავლობაში გააკეთა, ეს ის იყო, რომ კარგად ორგანიზებულად ჩაატარა არჩევნები, რომ ისე რომ გაეყალბებინა. თქვენ ახსენეთ ზუგდიდში მოიგო არჩევნები სანდრამ და დაურბიეს ეს რა ქვია საარჩევნო უბანი, იმამ ყულიევმა მოიგო მარნეული უკვე პირველივე ტურებში, იმასაც დაუნგრიეს, იმამ ყულიევს ხალხი დაიჭირეს, 6 სპეცოპერაცია ჩაატარეს, ეს ასეთი თემა ჩვენ გვინდა რომ მაინც უფრო გამოვეხმაუროთ მიმდინარე პროცესებს. მიმდინარე პროცესები აი აქედან გამომდინარეა. ბატონო რომ ქართულმა ოცნებამ აი ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც მოიპოვა, რომელიც წინა 4 წელს ვერ შეძლო და ვერ მოიპოვა, ეხლა გადაწყვეტა პარლამენტში კი არ ებრძოლა მისაღებად იმის საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტს გარეთ და მოახერხა კიდევაც. ეს ეხლა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ეს არის თუ არა თქვენი აზრითაც ბიძინა ივანიშვილის შრომის შედეგი, რაც თქვენს პარტიაში ხდება? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს შრომის შედეგი ბიძინა ივანიშვილმა დაეხმარა პარტიას. არა, ნაციონალურ მოძრაობაზე კი არ იმუშავა. ნაციონალურ მოძრაობაზე არ, ნაციონალურ მოძრაობის კი არა, სხვა დამხმარე პარტიებს, აი თქვათ იგივე დემოკრატები როგორ გააქრო და არა, ნახეთ თქვენი ნაწილი მიიჩნევს რომ ეს ივანიშვილის სქემა. ძალიან ღიად ამბობს მაგალითად ანდრო ბარნოვი ამის შესახებ. ბოკერია მიიჩნევა მისი მხრიდან ერთ-ერთ ლიდერად პროცესში, რომელიც თქვათ ალაგებს ივანიშვილის დავალებით პროცესს პოლიციამ. ნუ ახლა ივანიშვილი ყველაში და ყველაფერში რო ერევა და თქვენი აზრი მაინტერესებს ამ პროცესშიც ხედავთ მის როლს? მის როლს მე ვხედავ იმაში, რომ ის რაც ხდება ახლა პარტიაში გამოწვეულია იმ საარჩევნო კამპანიით და იმ საარჩევნო შედეგით, რაც დადგა, ამან გამოიწვია შიდა პარტიული უკმაყოფილება. იმისი, რომ ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც წაართვეს
სინამდვილეში რეიტინგების მიხედვით უნდა ყოფილიყო 35-38 შორის თამაში ნაციონალებსა და ქართულ ოცნებას შორის და ის 10% რომელიც ნაციონალებს წაართვეს მიიწერა ქართულმა ოცნებამ და გავიდა იმის გასაგებია და ამ შედეგმა გამოიწვია ეს შიდა დავა პარტიაში რომ ვისი ბრალი იყო მიხეილ სააკაშვილის თუ ადგილობრივი ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია იმან რომ ეს შევიდნენ თუ არ შევიდნენ კი ყველა გამონათქვამი დათო იქნება საყვარელიძე ჩიორა გიგი პეტრე პავლე ყველა გამონათქვამი იწყება რომ ეს ივანიშვილი ეს თუ რაიმე მოხდა სწორედ ეს კითხვა მაქვს თქვენთან ივანიშვილის კვალი და ქართული ოცნების ხელი ამ პროცესში ესეთი ეშმაკური სვლა პოლიტიკური რომ მის გვართან მის კრიტიკასთან ყველა გამომსვლელი თავის წარმოჩენას მაცადეთ ერთი თავის წარმოჩენას ფიქრობს ახლა ხო ალბათ ეს დამერწმუნებით რომ ტელემაყურებლის უმრავლესობა დარწმუნებით გეუბნება რომ ეს სასაცილოც კი არის რომ გამიგეთ რაიმე ეს აი ყველაფერზე ივანიშვილის მიღმა მაპატიეთ რა მცირე დეტალებიც კი გამიგეთ აი ეს იყო კიდე მახსოვს შევარნაძის დროს გამოდიოდა ვიღაცა და შენ ბატონო ედუარდე უნდა იცი რას გიზავ და რაღაც ამით ისინი აბა მე ხალხი კითხულობდა ეს ვინ იყო ეს ბიჭი ესეთი გაბედული ვინ არის ესეთი ჭკვიანი ვინ არის თუ ესეთი კრიტიკა ეს არის უბრალოდ ძალიან ესეთი იაფფასიანი თქვენ როლს პროცესში რომ თქვათ ოცნება რაღაცნაირად უკეთებდეს იმპულსებს ამას ხო არა ჩუმად ხო არ აკეთებდა გამოდიოდა და ამბობდა რომ მე მხარს უჭერი იმ გუნდს რომელსაც მე ვთვლი რომ სწორგზაზე მიდის მისი შექმნილია ის გუნდი არ ყოფილა ჩუმად ეს არ არის ფარული ეს მართლობა ეს არ არის ფარული მაპატიეთ რა თუ შეიძლება ჩემო კარგი მაპატი ჩემო რავი აგიდა თუ ბადრი მითხარით ბადრი არა პრობლემა წლები გაქვთ ისეთი რომ ესე მინდა მოგმართოთ რომ დამაცადეთ თუ შეიძლება რა და მე უბრალოდ გეუბნებით რომ ეს არის უბრალოდ ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური თამაში აი უკვე მოძველებული ესეთ რამეს გაუსმენ მე ხალხნო არავინ არ ამბობს რომ როდესაც კლინტონი თავის მეუღლეს თუ გნებავთ ხარს უჭერს და იმ პარტიას რომელიც პრეზიდენტი თვითონ იყო რატო ხდება რომ ის იყო პრემიერ-მინისტრი უჭერს ხარს იმ თანაც ამას არ აკეთებს დაფარულად ბუში თავის შვილს უჭერდა ხარს იმ გუნდს უჭერდა თავს რომელიც თავისშვილი ლიდერად მოვიდა და იქაც დემოკრატიაში სხვათა შორის ბევრი კითხვები დადგა რომ ეს მართალი ხარს უჭერდა მაგრამ აქ მეორე კითხვა რა როლი აქვს მას პერსონალურად და ოცნებას აი ამ პროცესში რაც მიდის ნაციონალურ მოძრაობაში უკაცრავად დაასრულოს პატრონობა ლაწყენინო მხოლოდ ის როლი აქვს რომ გულსფელად ხარს უჭერს და მის სიტყვას კიდე ისიც ალბათ თქვენს და ყველა მარისთან გრძნობს რომ მის სიტყვას ძალიან დიდი ფასია გამიგედა ამიტომ ურტყამენ ახლა მას იქნება მოწყინდეს იქნება ბოლოს თქვას რომ თავში ივანიშვილის ფასი გროშია მისი ფულია დიდი თორე ბიძინა ივანიშვილი თავისი მიდის გროშია მაგის თავს იმას თუ არ ცემთ ფას თქვენ თავს ეცეთ ფას იმას კი არა მე ვამბობ ის შესაძლებლობა საერთოდ არის მისი შესაძლებლობა რომ ფული გროშია მაშინ დაანერეთ თავი თვით რომ ის ფული იყიდა მთელი თავრობა და მთელი ის ყველაფერი იმაში დახარჯა მთელი რესურსები და რაც შეეხება ივანიშვილის ხსენებას ბატონობენო ყოველ სიტყვაზე ნაციონალური მოძრაობა მაშინ პრობლემა ეძებეთ ნაციონალურ მოძრაობაში რომელიც გამყიდველები აღმოჩნდნენ მეტი რამე ყველაფერი რაც ხდება ციხეში მოხდა დანაშაული სააკაშვილის ბრალია არჩევნებზე მოხდა სააკაშვილი თავიდან ბოლომდე ჩვენ ამბობ გიგი ამბობს ჩიორა ამბობს დანაშაულიაო მე იმას ამბობს რომ მოძველდაო ამოწურა ყველა რესურსიო მეტი რა აქაც ახლა მაშინ ივანიშვილს ამოწურულია და საერთოდ ქართულმა ოცნებამ რა მოუტანა 4 წლის განმავლობაში ის რომ ლარი უბედურდება ყოველდღე და ბატონბადრი არის მეორე სცენარიც და მეორე შეთავაზებაც უკაცრავად ბატონბენო ეს შეთავაზება მოდის თავად მიხეილ სააკაშვილისგან ის იყო პასუხი უგულავას წერილზე რომელშიც სააკაშვილი ამბობს რომ კი ბატონო წავალ მე და წავიდეს პოლიცსაბჭოც ამას მიემხრობოდით აი თუ კი მოხდება უფრო გაფართოებული შემადგენლობის მხრიდან აზრის გამოთქმა ყრილობის მხრიდან რაც სააკაშვილმა ითხოვა და მოითხოვა მე შეიძლება რომ პროცესი სხვანაირად წავიდეს ეხლა არ ვიცი მე პროცესი როგორ წარიმართება მაგრამ ჩემი აზრით თუ უნდა შეიცვალოს და პოლიცსაბჭო გადაწყვეტს ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის რომ მიშა უნდა გადადგეს მაშინ პოლიცსაბჭოც უნდა შეიცვალოს და უნდა მოვიდეს საერთოდ ახალი პოლიცსაბჭო უნდა ჩამოყალიბდეს ეს ჩემი აზრია უნდა ჩამოყალიბდეს ახალი
პოლიც საბჭო და იმან მართოს მე. იმიტომ რომ ეს ამათმა აი თქვენისთან ადამიანებია იქ საჭირო პოლიც საბჭოში. პრინციპიალური და სწორი. ეს უკვე მე პარტიის წევრი კი ვარ, მაგრამ პოლიც საბჭოს წევრი არა ვარ. მაგრამ რაც შეეხება ახლა მიშას როლი, მიშა აუცილებლად უნდა იყოს მაინც შორიახლოს პარტია. აი ეს შეიძლება თავმჯდომარე არის ძალიან კარგი აზრია ნამდვილად. მართალი რომ გითხრათ ეს უკეთესი აზრია. თქვენ მოდი ბრწყალებს ჩავსვათ, გაწყობთ რომ მიშა იყოს თუ გაწყობთ რომ ბოკერია იყოს ლიდერი გუნდის ამ წუთში ასე ჩანს ან დავით ბაქრაძე. გითხრას მიშა რო იყოს ის უფრო მაწყობს, მაგრამ იყოს ბოკერია თუ გნებავთ ან პოპულარობით თქვენ როგორ ფიქრობთ ჯობნის გუნდი რომელიც ახლა სააკაშვილთან დისტანცირებას ცდილობს თუ თავად მიხეილ სააკაშვილი ბატონ ბადრი ფიქრობს რომ იქ ყველა ხმა თითქმის არის სააკაშვილისთვის გაცემული და არა პოლიც საბჭოს შემადგენლობისთვის. შვენივრად მიხვდა ყველა თავის შეცდომას, სხვის შეცდომასაც, დღეს რო ამბობენ მას ბევრი შეცდომა ჰქონდა, მას თუ ბევრი შეცდომა ჰქონდა, მის გვერდზე იყო ყველა ის ადამიანი. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოვა ახლა მან ლიდერად? ერთ რამეში მე შემიძლია ახალი ლიდერი ახლა სუფთა ადამიანი მან ვერ მოვა, დანარჩენი კიდე მაგ გუნდიდან რომელიც არ უნდა მოვიდეს. რეალობა არ შეიცვლება, ჩვენ ალბათ მეტი უნდა ვიმუშაოთ, მე უფრო ჩვენ თავზე ვილაპარაკებ, რომ იმ ადამიანებს, რომელსაც აი ეჭვი შეეპარათ, იმ ადამიანებს, რომელსაც გული დაწყათ, იმ ადამიანებს, როგორც ბადრიმ თქვა, რომ ფასებს აკვირდებიან, რომ გაძვირდან 1 ნოემბრიდან და მართალია, ერთ საკითხში ვეთანხმები, იმ ადამიანებს მინდა უთხრა, რომ 1 დეკემბრიდან უფრო მეტად გაძვირდება, 1 იანვრს პიკს მიაღწევს და თებერვალში ბაზარი საერთოდ ყოველთვის ყველაზე ძვირი იყო ბოდიშით რა შეხება მაგ ყოველდღიური ბაზართან გამომდინარე ბიზნეს და საქმიანობიდან და ოჯახური საქმიანობიდან შემიძლია გითხრათ ბატონო ბარდი რომ მაისიდან 5 ჯერ ნაკლები იქნება ყველა პროდუქტის ფასი. აი მაისამდე თუ 1 ნოემბრიდან რომ ფასები გაიზრდება, კიდზე პამიდორზე ყველი ძროხა აღარ იწოლება. ახლა მაგაზე თუ ვისაუბრებთ ახლა ჩვენ სისულელემდე მივალთ და ახლა მე მინდა მოსახლეობას ვიქრა რომ გადაგულიდან მაგის ბრალი არის. ახალი პროექტები რო ჩაერთვება, გაცილებით მაგის ბრალი არის. გაცილებით კი არა, 5 ჯერ ნაკლები. შემიძლია ზუსტად ხო რა, 5 ჯერ განსხვავება. ზამთრის და ზაფხულის ფასი და ახლა ყველაფრისგან უშეხნით რა, წლის განმავლობაში. როდესაც სასაცილო არის რა. ერთი წუთით, როდესაც რამდენი წუთიც გნება? 2012 წელს მოვიდა რა ქვია ქართული ოცნება ხელისუფლებაში დოლარი იყო 1.65 და მოსვლის დღიდან გახდა 1.40 და ყოველდღიურად აი ნახეთ ინტერნეტიდან რუსეთში არის 300%-იანი ინფლაცია, უკრაინაში 400%. რაშუაშია ჩვენი მეზობლები არის თურქეთში მოხდა 2008 წელს საქართველოში და სამხედრო გადატრიალება და ინფლაცია არის ეკონომიკური კრიზისი იყო არის აზერბაიჯანში 100%-იანი ინფლაცია. თქვენ რომ იცოდეთ 2007 წელიწადში ერთი ბარელის ფასი იყო $120, ეხლა არის $46. მაგრამ თქვენ ეს არ იცით და ამიტომ მე რატო არ ეს თქვენი პრობლემა არ არის რა. და რო პირდებოდით ლარი გახდება ბენზინიო, რატო არ გახდა ლარი? და ლარი იმის სააკაშვილის ჯიბეში მიდის. აი თქვენ რაც თქვით ელექტროენერგიას გავაიაფებთ და ნახევარფას ტყუილია? ლარი გახდებაო, არავის არ უთქვია, მაგრამ გაიაფება მოხდება. ლარი გახდებაო. მე თქვენ თვითონ თქვით დოლართან მიმართებაში გაიაფებთ იმის ქართული ოცნების დამსახურება კი არ არის. თვითონ მსოფლიო ბაზარზე დავარდა ლამპობის დამსახურება გამოიწვია და არა. თქვენი დამსახურება. იმ გათვლებით, რომელიც იყო იმ დროს სააკაშვილის დროს 1.65 და ამ დონეზე ჩამოსულიყო ბარელის ფასი, მართლაც ლარი იგირებოდა ბენზინი. შევთანხმდეთ, რომ აი მე მინდა რომ ნინოს მივცეთ კიდე საშუალება კითხვის, თუ რაიმე გაიაფთა ეს თქვენი დამსახურება, თუ რაიმე გადავიდა ჩვენი დამსახურება. მე იმის აბამისა ვიღაცის ხო უნდა დაყრდნოს. თქვენი მოსვლიდან გაძვირდა ყველაფერი, გაძვირდა წამლები, გაძვირდა კურნალობა, შეამცირეს რა ქვია სოციალური დახმარებები, ბევრს ძალიან ბევრს მოუხსნეს ისეთ, რომელსაც მართლა ჭირდება დახმარება. ტყუილია, უბრალოდ შემიძლია რომ წერად გეტყვით ტყუილს ამბობთ, იმიტომ რომ მე ვამბობ ტყუილს, ცხოვრება გიჩვენებთ, გაგზავნით ბატონო გარეთ, ეხლა თქვენ თუ მაზღარი ხართ, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მე ყველა მაზღარია. არ ვიცი, თქვენ თავს თუ დააკვირდებით, თქვენ უფრო მაზღარი ხართ. მე მაგი ეხლა მაგაზე გაზემილაპარაკებში არაფერი დაგეჭერია. თვითონ ეს ტერმინოლოგია მაზღარი იყო. მოდით განვაგრძოთ იმ თემაზე კონცენტრაცია, რაზეც საიდან დავიწყეთ. ბატონო ბადრი, მე მაინტერესებს ასეთი რა.
როდესაც გიგი გულავა თავის წერილში წერს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ პარტიამ ვერ თქვა წინასაარჩევნოდ ვინ იქნებოდა მათი პრემიერობის კანდიდატი. ნახეთ, რას ამბობს ის, რომ ჩვენ როცა ამას გვეკითხებოდნენ, ჩვენ ვლუყუნებდით. როგორ წარმოგვიდგენია ასეთ პირობებში გამარჯვება. იყო თუ არა ეს პარტიის ნაკლი, რომ ვერ მიხვდა ამორჩეველი ზუსტად ვის მიცემდა ხმას პარტიის გამარჯვების შემთხვევაში. რა არის ნინო, იცი მე მომხრე ვიყავი იმისი, რომ უფრო მეტი ახალი სახეები უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებში. პირველ ათეულში, 20-ში კი, ეხლა იქ ელენე ხოშტარია ისინი, მაგრამ ეს ხალხი ვინც იყო იქ, იყვნენ მაინც ადრინდ ზოგი მინისტრი იყო, ზოგი მინისტრის მოადგილეები იყვნენ, ის ზოგი დიდი თანამდებობის ადვოკატები ესა და ეს ხალხისთვის ასე თუ ისე მაინც ცნობადი სახეები იყვნენ. მე უფრო მომხრე ვიქნებოდი და ასეთი იყო მოთხოვნაც, რომ სააკაშვილის მხრიდან იყო სურვილი სააკაშვილის მხრიდან. საერთოდ, როდესაც არჩევნებზე მიდიხარ, ახალ არჩევნებში და მით უმეტეს ისეთ დროს, როდესაც უკვე პირველივე წელიწადს გაქვს პრეტენზია, რომ შენ დაბრუნდე ხელისუფლებაში, იმ ხალხით, რომელიც ქართულმა ოცნებამ რაც გააკეთა, მოახერხა ნაციონალური მოძრაობის პარტიის დისკრედიტაცია. და აი ციხის კადრებით, იქ რაღაც იმის 26 ახალი ადამიანი უნდა ყოფილიყო, მეტი ახალი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ეს რას ნიშნავს? თქვენ გინდათ რომ იყოს სააკაშვილი, ვთქვათ ხართ ერთი კონკრეტული წარმომადგენელი, მაგრამ გინდათ რომ ყველაფერი ყველა დანარჩენი იყოს ახალი. ეს როგორ შესაბამისობაში ერთმანეთს? სააკაშვილი არის ლიდერი. ეს არის ადამიანი, რომელიც სადაც მიყავს პარტია და უნდა წაიყვანოს. მე დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი აქ რომ ყოფილიყო, ამ არჩევნებს ჩვენ მოვიგებდით. ამ არჩევნებს ქართული ოცნება ასე ღია ლიდერებმა ადგილზე წააგეს არჩევნები, შეიძლება ეს ითქვას? ადგილზე წავაგეთ ჩვენ არჩევნები, კი. იმიტომ რომ არ ყავდათ არ იყო გამოკვეთილი ლიდერი, არ არის. ველოდებოდნენ, მე ესე ვიცი ნამდვილად. ველოდებოდით რომ ჩამოსულიყო დაიჭერდნენ და დაიჭერდით ეს ახლა იცით ლიდერი ადამიანი და პოლიტიკოსი თუ არის ჩვენ მაგის და თქვენს ბევრი მაგალითი გაქვს, თავსაც გადადებს. კი ბატონო, ხო, რო ჩამოვიდა და ჩაჯდებოდა ციხეში და შედეგი იგივე გამოვიდოდა. არა, ნელსონ მანდელას მაგალითი. ნელსონ მანდელამ შექმნეს ისტორია, ნელსონ მანდელას კი არ მას უქნია. რა თქმა უნდა, ახლა ნელსონ მანდელა მაგდონის ვერ არის, რა თქმა უნდა, მაგაში მეთანხმები. სააკაშვილი რო ჩამოსულიყო, არაფერი იგივე შედეგს იგივეს დადებდნენ და ჩასვამდნენ ციხეში. კარგი, ჩვენ ფინალში ვართ პრაქტიკულად. სამაგიეროდ მოიგებდით შემდეგ არჩევნებს. შემდეგ არჩევნებს კი მოვიგებთ ჩვენ, უბრალოდ ეხლა დალაგება გვინდა. ამატებებს გისურვებთ. ბატონო ბენო, აი მე მინდა ვაინც ფინალში ვკითხოთ ორივე ჩემს რესპონდენტს, რა შემთხვევაში თქვენზეც აისახება, ბუნებრივია, მე მესმის რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს ოცნებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება იმ ოპოზიციური გუნდის ლიდერი, ვინც პარლამენტში გაუწევს ოპონირებას თქვენს გუნდს, ხომ? მაინტერესებს რა გესახებათ, აი თქვენ რომ გიყვართ ხოლმე თქმა უფრო კონსტრუქციული ოპოზიციის ფარგლებში. ოცნებას უნდა რომ ყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც მას გაუწევს ოპონირებას, მაგრამ გაუწევს არა დესტრუქციის ფარგლებში. ვინ შეძლებს ამას უკეთ? მადლობა ესეთი კითხვისათვის, აი არ დავფიქრებულ ვარ ესე კონსტრუქციული მხრიდან, რადგან არ მიმაჩნდა ეს ძალიან სერიოზულ ან ჩვენ გადასაწყვეტ ან საფიქრალ საკითხად, მაგრამ აი დღევანდელმა დიალოგმა დამანახა, რომ აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის ლიდერი ვინ იქნება, თანაც პარლამენტში, თანაც როდესაც მოსახლეობა მოელის ძალიან ბევრს მისი ლიდერებისგან, თუ გინ ერთი მხრიდან, თუ გინ მეორესგან და რა თქმა უნდა დიალოგი გარდაუვალია და ეს დიალოგი თუ იქნება კონსტრუქციული, გააზრებული, სამუშაო, სწორი კრიტიკა თუ იქნება, ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენთვის მაგას მნიშვნელობა, მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხში მე თავიდანვე თქვი, ალბათ ნაციონალური მოძრაობა ბევრი დაკარგა და დააგვიანა ბევრად, რომ აი ეს ახალი სახეები, კიდევ ერთხელ დავეთანხმები ჩემს ოპონენტს, ვერ მოიზიდა პერსპექტივაში ალბათ უფრო გაუჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ ძველი სახეებიდან თუ ვინმე კონსტრუქციულად ისაუბრებს ამას შეძლებს თქვენი აზრი, თქვენი აზრი. ბაქრაძე, მოკერია, ამას შეძლებენ?
მეტად ვიდრე სააკაშვილი შეძლებდა. იცით რა არის სხვათა შორის იმ მმართველობაში, როდესაც მიშა ესე რომ ვთქვათ, მეფობდა ერთადერთი ადამიანი, ვინც ოპონირებას უწევდა სხვათა შორის ჯერ იყო ეროსი, აი ესე პოლიტიკურად ესე რომ ვთქვათ, შემდეგ ოქრუაშვილი, ისიც მოიცილეს, შემდეგ ბოკერიამ დაიწყო და მე გაჩერდა, მიხვდა რომ აზრი არ ქონდა და ყველა გარშემო გაჩერდნენ, რადგან ამას დაემთხვა კიდევ ჟუანიას იცით ტრაგედია, ისე რომ ისიც ლიდერი იყო და იგივე გუნდის ლიდერი იყო. ამიტომ დარჩა ერთადერთი ლიდერი და მეფე და არა პოლიტიკური ლიდერი და დღეს ყველა ხედავს მათ შორის გიგიც ხედავს და ჩემი აზრით აი ესეთი მე რომ მკითხონა, თუმცა არავინ არ შემეკითხება, ვიცი რა, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ვინმე გააზრებული, გამოცდილი პოლიტიკოსი იმ გუნდიდან უკვე რომელიც არსებობს და უკვე მხარდამჭერებიც ყავს და მაგას ყველა ვაღიარებთ, გამიგეთ გაუძღვეს იმ გუნდს, რომელსაც თulis ოპოზიციად და მოიხსენიებს თავის თავს ოპოზიციური პარტია. ისე რომ მე ვეთანხმები მათ მიდგომას და რომ ეძებენ ახალ ლიდერს. ეს ჩემი რჩევა, თორემ მე უფრო მაწყობს თქვენ რო იყოთ ლიდერი, ან მიშა იყოს თუ გნებათ, ან ერთად მართოთ ეგ პარტია. არანაირი პრობლემა არ აქვს. ეხლა ბრძანეთ რომ როგორც თქვენ თქვის იყოს ვინც გინდა. ჭირდება ოპოზიცია პარლამენტში. თქვენ რო ოპოზიცია გდომებოდათ. დიახ. ამცე თავს არ გადაეკლავდა ქართული ოცნება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მანამდე მიეღო, ვიდრე პარლამენტში დაეწყო ძებნა, როგორც ეს 2012-ში ცდილობდა და ვერ მიაღწია იმას, რომ მოეპოვებინა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეხლა ეს თავიდანვე გააკეთა. ესე იგი, აქედან ქართული ოცნების რატომ მიაღწია? დავინანეთ რამე წეღან თქვით რომ ფულით იყიდეთ ყველაფერი და 2012-ში არა უბრალოდ იმ დროს ვერ იყიდეთ ყველაფერი იმიტომ რომ იმ დროს 2012-ში თქვენებს თუ არა ჩვენებს კი არ ჩვენ კი არ ვიყიდეთ ჩვენებისგან იყიდეთ ბევრი იყიდეთ ჩვენგან არიან ისეთები რომლებიც ჩვენ გუნდში იყო ჩვენი გუნდის სახელით მოხვდნენ პარლამენტში და მერე გადაბარგდნენ როგორ პორტირებულები გახდნენ მაგრამ ეხლა ქართულმა ოცნებამ ისე წარმართა ეს არჩევნები რომ პირდაპირ საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდა და ეს ვიდრე არჩევნები დაიწყებოდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ განაცხადა რომ ჩვენ პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა რომ ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში დადო ის პროგრამა რომელიც პროგრამა დადო რომელიც 4 წელი მუშავდებოდა ხო 4 წელი მუშავდებოდა გაყალბების პროგრამა კი ბატონო გეთანხმებით გაყალბების პროგრამა და მოდი ჩვენ ფინალში ვართ უკვე ბატონო იძინამ რომ უმრავლესობით შევა პარლამენტში და შევიდა კიდე ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან კი ბატონო ბოლო კითხვა მაქვს ბატონო ბადრი ნახეთ რა კითხვა მაქვს თქვენთან ახლა რომ დასრულდება პოლიცსაბჭო და თქვენ მიიღოთ ასეთი ინფორმაცია ამის შესაძლებლობა არსებობს და ამიტომ ვუშვებ რომ მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობიდან გაშვების თემა გადაწყვეტილია და პოლიცსაბჭოს უმრავლესობა ამას უჭერს მხარს თქვენ როგორც ერთი წევრი ეხლა მოდის ეს ინფორმაცია არა არ მოდის ინფორმაცია მე ვუშვებ ხო შესაძლებელია თეორიულად ეს მოხდეს თქვენ როგორც ერთი წევრი როგორ ფიქრობთ რა გადაწყვეტილება გექნებათ მისაღები მე პირადად მაგას მე ღიად ვამბობ რომ მე დავრჩები იქ სადაც მიშას გუნდში ასე რომ უკრაინის მოქალაქეა უკრაინაში არ მაინტერესებს მე უკრაინის მოქალაქეა ის არის მე ვიცი რომ მიშა არის ის კაცი ის ადამიანი რომელიც შეძლებს ბრძოლას მეტი სხვა საქართველოში რომ იბრძოლოს საქართველოს მომავლისათვის ესეთი არ არსებობს თუნდაც მე იმას რომ ოპონირება გაუწიოს ივანიშვილს ასეთი ადამიანი მეორე უბრალოდ არ წაეწინააღმდეგებიან ივანიშვილს ესე ერთადერთი არის ძალიან მოკლედ ვიტყვი კი მებრძოლი არის მაგას ვერ წაართმევ ეს ადამიანის სწორს ამბობს მაგრამ ჩვენ გვჭირდება მებრძოლები და ლიდერები ოპოზიციაშიდაც კი რომელიც აზროვნებენ სახელმწიფოებრივად დიახ აზროვნებენ და მიშა სააკაშვილი რო აზროვნებს აზროვნება სწორედ მასეთი უნდა და მაგიტომ ვარ მაგას ვამბობ ჩვენ გვჭირდება ვისაც მიშა სააკაშვილის გონებით არა მიშა სააკაშვილის ესეთი ლიდერები გვჭირდება
ბიძინა ივანიშვილს კარგი, დიდი მადლობა ფასოსტუმრებო გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბენო ქარშაკაშვილი ქართული ოცნებიდან ბადრი შუბლაძე ნაციონალური მოძრაობიდან სტუმრობდნენ. ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ და ვუმასპინძლებთ გია ხუხაშვილის ექსპერტს დროებით.